დავიწყოთ უპირველეს ყოვლისა ძვირფასო მეგობრებო მოგესალმებით გუშინდა დღეს ვართ განწყობით ანდრია პირველწოდებულის დღე იყო და მოგილოცავთ ამ დღეს ხსენების დღე იყო ამას ვამბობ იმიტომ რომ სულ ახლახანს დავბრუნდი ათონის მთიდან და იქ საინტერესო იყო ის რომ მომრავლდა ემატება ქართველი ბერები ათონისთას ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს არაა მხოლოდ რელიგია იცით და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ეს ერთი და მეორე ის რომ საქართველოს დაიწყო იქ კერძოდ ერთმა გვარს არ დავასახელებ მეწარმემ ბიზნესენმა იმ ტერიტორიაზე დაიწყო ქართული სამლოცველოს მშენებლობა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება გადავიდეთ კონკრეტულად იმ საკითხებზე, რომლებზეც არის დასმული შეკითხვები, უპირველეს ყოვლისა დაპირისპირება იმ გუნდში, რასაც ქართული ეს ოცნება ქვია. მე ამის შესახებ ძალიან ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ რეზუმირების სახით ერთ წინადადებით ჩამოვაყალიბებთ ის რაც ხდება უკვე წლების მანძილზეა და რისი ხილველებიც ვარ ჩვენ ქართული ოცნებაში გაერთიანებული პარტიებს შორის და პიროვნებებს შორის ურთიერთობასა და დაპირისპირებაში. ერთი სიტყვით შეიძლება ეს ჩამოყალიბდეს ასე, ეს არის სხვა არაფერი თუ არა და პარტიული ელეთმელეთი, პარტიული გულყრებით, საზაფხულო ცქმუტვები, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, დაფუძნებული პიროვნულ ზისხსა და პიროვნულ უპატივცემულობაზე. საერთოდ როდესაც საუბარია გუნდზე, რომელ გუნდი არ არსებობს და როგორ შეიძლება გუნდში იყოს დაპირისპირება. ესენი არიან ხელოვნურად შეკრებილი ადამიანების გაერთიანება, რომელთაც ჩამოურიგა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობები და არჩევნების წინ ისინი ამას ვიყოფენ ზოგს, ვერ იყოფენ ზოგს რაც ციებში მოხვედრა სურს ზოგი გაგდების მიჯნაზეა და ამის გამო არის დაპირისპირება და ერთმანეთის დაჭმა. საერთოდ, როდესაც კიდევ გუნდზეა საუბარი, მე მინდა ისევ შეკითხვას პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით გადავიდე ამ შეკითხვაზე, სასაცილოა, გამოდის პრემიერ-მინისტრი გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ახვალ ჩვენ ვიცით რომ ზეგარის ყრილობა და ალბათ დასახელდება ქართული ოცნების ნომერ პირველ პირად და ამბობს ამ მოვლენაზე, რომ ძალიან კარგია, როდესაც კიდევ ახალი მოთამაშე შემოდის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ეს უფრო საინტერესოს გახდის ქართულ პოლიტიკასო. პრინციპში მიესალმა. ამავე დროს გამოდის იმავე წუთას უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების და ამბობს ესეთი ტონით რომ ეს არის პაატა ბურჭულაძის მოსვლა, ეს არის მისი ერთ-ერთი საოპერო ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახარუხი. მოგმართავთ ქართულ ოცნებას და ლიდერებს. ბატონებო, ერთ სლოგანზე, ან ერთ მესიჯზე, ან ერთ აზრზე მაინც ჩამოყალიბდით, რომ საზოგადოებაში უხერხულად არ ჩაიგდოთ თქვენი თავი. აი ამ ეს შეიძლება ითქვას იმ გუნდის ერთიანობა არერთიანობაზე, რომელთა შესახებაც ამდენი საუბარი არის. ეხლა რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულებას პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე საათია, რაც ის პოლიტიკურ ძალად, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირდა და მე ვერ ვიტყვით რომ ეს იყო რაღაცა სიურპრიზი, ეს იყო რაღაცა მოულოდნელი, ეფექტური, ტაქტიკური სვლა, არამც და არამც. ჩვენ ამას ველოდი და უფრო მეტიც თქვენი მონამორჩილი 5 თვის წინ როდესაც ბატონი პაატა ბურჭულაძე უკვე რაიონებში, რეგიონებში, ქალაქებში აფუძნებდა წარმომადგენლობებს და თქვენმა კოლეგამ კითხა, მე უთხარი რომ ეს არის პრელუდია იმის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ისინი გამოაცხადებენ პარტიული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და შექმნას და ისე აგიხდეთ სიტყვები, როგორც ეს მოხდა. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა, არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ დღეს არ შევაფასებთ კონკრეტულად და არ ვიქნებით ისეთი მე ვფიქრობ სულ სწრაფები, როგორც ერთმანეთს ასწრებენ სხვა პოლიტიკური პარტიები პარლამენტში მყოფი თუ მის გარეთ და ერთი სული აქვთ აკრიტიკონ და რა ვიცი, ლამის ლაფშიც კი ამოსვარონ ეს პოლიტიკური ძალა, სხვა თუ არაფერი
უხერხულია, იმიტომ რომ ვის და პაატა ბურჭულაძეს თავისი ნიჭი და ხელოვნებით საქართველოსთვის ბევრი რამ გაუკეთები, აღარ ვამბობ მის ქველმოქმედებას გავიხსენოთ იავნან. ამიტომ ჩვენ ამას არ შევაფასებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ხედვა და საერთოდ ეთიკა ეფუძნება კაცრი და მართალი სიტყვის ხმას, ოღონდ როცა ამის მიზეზი იქნება. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, მე არ ვიტყვი ვინ დგას მის უკან, როგორ დგას, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, მაგრამ რამდენიმე საათის წინ შექმნილ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ჯერ ჩვენ ესეთი მწარე და კრიტიკული გამოთქმები არ მიგვაჩნია სწორად. დაველოდები და ვიტყვით. თქვენი დამოკიდებულება ასეთია, თქვენი განცხადება და როგორც ჩანს სიმპათიები აქვს ხომ ის მიმართ. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ აპირებს თანამშრომლობას. არა, მე კიდევ ერთხელ სიმპათიები ჩვენ გვაქვს ქართველი ხელოვანის მიმართ, არა პოლიტიკოსი, არამედ პირადად პაატა ბურჯულაძის მიმართ, ისე როგორც თითოეულ თქვენთაგანს ალბათ. მხოლოდ ამას ვამბობ, ჩვენ არც კარგს ვამბობთ, არც კი ბატონო, მაგრამ არანაირად ესეთი ჩვენი შეიძლება ითქვას რბილი საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ რაიმე თანამშრომლობას, იმიტომ რომ დღის წესრიგში საერთო თანამშრომლობა ამ მიმართულებით არ დგას. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რამდენიმე საათის წინ, როდესაც პოლიტიკური ძალა გამოცხადდება და ფუძნდება, მით უმეტეს, როდესაც პიროვნება არის, ისე ვიმეორებ, ისეთი, რომელსაც საქართველოსთვის რაღაცა მაინც გაუკეთებია, სხვებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება ყელში ეტაკო და გამობდღნა ყველაფერი 10-ა და ცოტა ხანი. თუმცა ჩვენ არა ვართ იმ მიამიტები, რომ არ ვიცოდეთ საერთოდ პოლიტიკური პარტიები როგორ ყალიბდება არჩევნების წინ, ვისთან აპირებენ ისინი თანამშრომლობას პერსპექტივაში რა თანხების აკუმულირება შეიძლება მოხდეს. ყველაფერი ეს ვიცით, მაგრამ ყველაფერს თავისი თქმის დრო აქვს. ამიტომ ჩვენ ვართ ესე კეთილგანწყობილი, თუ ვინმე რამეს კარგს გააკეთებს ქვეყნისთვის, არ იქნება ცუდი და გამაღიზიანებელია აი ეს ესეთი წუწყვადური რიტორიკა, რომლებიც ახასიათებთ ადამიანებს, ოღონდ მედია მაიტაცოს და ერთი სული აქვს ჩვიდბრუნვაში ატრიალონ ყველანი და მათ შორის ბურჭულაძეც. ჩვენ მის დამცველად არ გამოდგები და არც გვინდა. უბრალოდ ვამბობთ, რომ ცოტა არაეთიკურია ესეთი გამოსვლები, მაგრამ არ გამოირიცხება თუ კი გავა გარკვეული პერიოდი და ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას, რა თქმა უნდა, რომ ვიყოთ სხვებზე უფრო კრიტიკული, თუ საჭირო იქნება და ოღონდ საქმიანად კრიტიკული. აი ეს არის და ეს. არა, ვერ ვეთანხმები. იგივე გამოკითხვები, რომელსაც ჩვენ NDI-ის აირაის ჩვენი აზრი, ძირითადად საზოგადოების ძირითადი ნაწილის აზრს ემთხვევა, ჩვენ ის მაღალი პროცენტები, რომელიც ამ პიროვნებას აქვს, ეს პროცენტები ჯერ კიდევ როგორ ჩატარდა გამოკითხვა სხვა საკითხია, მაგრამ ეს პროცენტები არის მხოლოდ და მხოლოდ როგორც ხელოვანი ბურჭულაძის და არა როგორც პოლიტიკოსის. ამიტომ ეს მოლოდინები არის მხოლოდ მათთვის და არა ჩვენთვის. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამას. უბრალოდ აქ არის მეორე საკითხი რაღაცა გაღიზიანების ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ იყო არჩევნებამდე პრეზიდენტის არჩევნებამდე და შემდეგაც ესეთი მცდელობები, მე როგორც ვიცი, ქართულ ოცნებას სურდა თანამშრომლობა, პიროვნება ბურჭულაძესთან და ეს თანამშრომლობა მიზეზთა გამო არ შედგა. რა მოხდა იქ კულუარულად ვიცით, მაგრამ ამის თქმა არ ივარგებს და ამან გამოიწვია გაღიზიანება. ეს არის და ეს. ესე იგი ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია ესენი კონკურენტებად, რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენად კიდევ ერთხელ ამას ჩვენ არ აღვიქვავთ, მაგრამ უბრალოდ გულსატკენია ის გავეშებული რიტორიკა ამ გამოცხადებიდან, პარტიულ ორგანიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში რიგში ჩადგომით, რომ დაიწყეს ქართული ოცნების ლიდერებმაც და მათ მერე სხვებიც მიყვნენ. ეს არის მე ვფიქრობ ცოტა ულამაზო. მეტი არაფერი, დანარჩენს დრო გვაჩვენებს, ჩვენ პოზიციას არასოდეს არ მალავდით და იგივე ბურჭულაძესთან დაკავშირებით და მის პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჭირო იქნება ჩვენ სათქმელს ვიტყვის. როგორც და რანაირს, ეს უკვე სხვა არის, სხვა თემაა. აი ესა. ამას წერთ თუ როგორ? ხო, ნუ ნატოს კი ბატონო.
ეხლა სწავლების ფაქტს თავისთავად, როდესაც ქართული ჯარი სრულყოფილებას განიცდის და რაღაც ნებისმიერი სწავლება მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ მოგწონს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და იქ მივლენილმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა თავდაცვის მინისტრიდან დაწყებული მაღალი რანგის თანამდებობის პირები დამთავრებული, როდესაც ისინი სიტყვით გამოდიოდნენ ვაზიანის ცერემონიალზე სწავლების გახსნისას ადასტურებს იმას ორ საკითხს. პირველი, რომ რაც ვიცოდი ჩვენ და არაერთხელ ვამბობდით, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის არაპროფესიონალიზმს და არაკომპეტენტურობას და მეორე, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქართველ ხალხს უმალავს იმას, თუ როგორ წარმოუდგენია მას ნატოში გაწევრიანება. ჯერ ესეთი მოდი ასე ვთქვათ, რომ ქარის ცისქვილებს ვებძვით უახლოესი წლები და ყველა გვეუბნება და რაღაცა სინდის ნამუსიც უნდა დარჩეთ ჩვენ ჩინოსნებს, რომ დაოკლდნენ და ყოველ წუთას არ გაიძახო. ნატოში ჩვენ ჯერ არ გვღებულობენ. არათუ არ გვღებულობენ, სამოქმედო გეგმასაც არ გვაძლევენ და გვითხრეს, რომ შეეგუეთ ამას. ეს გვითხრა არა ბატონმა მეჭიაურმა თქვათ და არა ბატონმა თქვათ რომელიმე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა სხვადასხვა ეს ისე ვამბობ. არამედ გვითხრა იმ ადამიანმა, რომელსაც ავალია ამ საკითხებზე საქართველოსთან თანამშრომლობა აპატურაიდან დაწყებული შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში და სხვა და სხვა, მაგრამ განურჩევლად ამისა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს თავისი სტრატეგია ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით და იგივე საცერემონიო გამოსვლაზე რომ იყო ნათქვამი ესეთი ფრენია ციტატასავით საქართველოს გახდება ნატოს წევრი ზუსტად ისე როგორც ორად გაყოფილი გერმანია თავის დროზე ეს არის ძალიან დასაფიქრებელი და დამაფიქრებელი იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლებას არ აქვს წარმოდგენილი და არა აქვს გათავისებული რა ეტაპები და როგორ უნდა გამოხდეს ეს. ეს არის ყველაზე ცუდი და ის მაგალითები, რომელიც მათ მოყავდა, სხვათა შორის მათი მოფიქრებული არა ეს ბალტიისპირეთში გაჩნდა ეს აზრი საუბრის დონეზე. აბსოლუტურად მიუღებელია. გახლეჩილი ნაწილ-ნაწილ საქართველოს მიღება რომელიმე სტრუქტურაში ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. და თუ ამას ფიქრობს დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც დიდი ხანია ფიქრის და ანალიზის უნარი დაკარგა, ეს არის არასწორი. მაშინ საზოგადოებას უნდა კითხოს. თუნდაც პლებისციტი, თუნდაც რეფერენდუმი, იმიტომ რომ მოდით ასე ვთქვათ, არჩევნებთან დაკავშირებით არჩევნების პარალელურად ჩატარდა გამოკითხვა ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს. იქაც ბევრი შეკითხვები არის იმ არჩევნებთან დაკავშირებით და პლებისციტ გამოკითხვასთან დაკავშირებით და თუ კი ამ გზით აპირებენ ისინი ნაწილ-ნაწილ საქართველოს რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში ან მithumetes სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებას ჩვენ უნდა ვკითხოთ საზოგადოებას გვინდა კი ან წიგნი მაინც წაიკითხეთ თქვენ დალოცვილებო ისტორია მაინც გაიგეთ ცივი ომის ეტაპები მაინც გაითავისეთ გერმანია რომ ამოგიჩემებიათ სამაგალითო და საპირწონედ თვისობრივად სხვა სიტუაციაც იყო იქ მე შემიძლია პუნქტობრივად გავიარო იმიტომ რომ ვიცი ეს თემა ძალიან კარგად როგორ რანაირად მოხდა და ის მაგალითია საქართველოსთვის არ არის მისაღები მაგრამ სათქმელი რო არა აქვს ვიღაცამ სადღაც წამოაყრანტალა და ამათ ესენი ეტაკნენ ამას საერთოდ დღევანდელი ხელისუფლების და უპირველეს ყოვლისა დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ყველაზე დიდი მინუსი არის ის რომ მას არ აქვს პოზიცია ეს არის მისი პოზიცია დღევანდელი პრემიერ-მინისტრის პოზიციის უქონლობა არ ვიცით ჩვენ მას რა სურს გარდა ორი ფრაზისა რომელსაც 24 საათიან საუბარში იმეორებენ იმის იქით სიცარიელე არის ამიტომაა რომ ხან ერთ პოლიტიკურ ძალის ციტატებს და გამოთქმებს უქნევს თავს ხან მეორის ხან მესამის და ეს არ არის მისაღები ჩვენთვის